მე არ გამიჭირდება ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატის შეფასება და დარწმუნებული იქნება პრემიერ-მინისტრი პარლამენტი დაამტკიცებს ყველა პროცედურებით, იმიტომ რომ მასთან მქონდა ყოველდღიური მუშაობა. Სამწუხაროდ მაშინ როცა მოსახურობის არიდან გათიშული იყო პრეზიდენტი და უშუალო საბჭოს დივანი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი სფეროში მომუშავე თანამდებობის პირები იყვნენ, ამიტომ ორადორი ადამიანი იყო, ვისაც მუდმივი რეგულარული კონტაქტები მქონდა. ეს იყო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი და ამავე დროს შეგასაკუთრებულ მინისტრ სამინისტრო საერთოდ მთლიანად, იმიტომ რომ ეს იყო ჩემ საქმიანობაზე ყველაზე უფრო სერიოზული თანამდებობები. ამიტომ ღარიბაშვილ თანამშრომლობა ახლა არ დაიწყება. ანუ ეს იქნება გაგრძელება ურთიერთობისა. მადლობა ღმერთს ამას დაემატება ახალი პრეზიდენტი, რუსეთის თანამშრომლებს, ახალი უშუალო საბჭოს დივანი, რუსეთის თანამშრომლებს და გაძლიერდება გუნდი. ამას დაემატება ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი, უკვე ეს ხუთკაციანი უკვე ჯგუფი იქნება სერიოზული გუნდი, რომელიც ჩვენ სფეროში იმუშავებს ძალიან წარმატებულად. კურსით დავიწყოთ და მე ვფიქრობ, რომ არ შეიცვლება არანაირად, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ირაკლი არის ქართული ოცნებიდან, არის გუნდის ერთ-ერთი ძირითადი წევრი, განვლილი 1 წლის მანძილზე მთავრობამ იმუშავა საკმაოდ ეფექტურად, სავარაუდოდ მომავალ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო მეტად ეფექტურად იმუშავებს. ის არის უაღრესად ნიჭიერი, ახალგაზრდა, ენერგიული, მზარდი მუშაკი, მზარდი კაცი და ამიტომ მე ველოდები, რომ ყველაფერი იქნება კარგად მომავალში. კვეთსულებებს არ ველოდები ნამდვილად, რაც შეეხება როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, მან აჩვენა, რომ ის არის ძალიან კარგი მენეჯერი და გარდა ამისა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პოლიციას დაუბრუნა ადამიანური სახე, ანუ პოლიციას საზოგადოებაში შორის დაპირისპირება დღეს ღვთისმწყალობით აღარ არსებობს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ კარგი მენეჯერი აღმოჩნდა და გარდა ამისა შეძლო პოლიციაში იმ რეფორმების გატარება, რომელიც ძალიან აუცილებელი იყო, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ მე ველოდები, რომ ის წარმატებული პრემიერი იქნება. ბიძინა ივანიშვილის კურსი იყო ქვეყნის შენება, ბიძინა ივანიშვილის კურსი იყო ის, რომ თითოეული მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, ქვეყანა სტაბილური და მდგრადი განვითარების მიმართულებას დადგომოდა. ირაკლი გააგრძელებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ იცის რა ძირითადი, ასე ვთქვათ, მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანაში, რა არის ჯერ კიდევ პრობლემები, რაც უნდა დაუძლიოთ ერთად და არის ძალიან პრინციპული, არის ასე ვთქვათ ადამიანი, რომელსაც შესაბამისი განათლება, შესაბამისი პრაქტიკა აქვს მიღებული იმისათვის, როგორ უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა.